დღეს ვნახავთ, რას გავაკეთებთ 20 ლარად მთაწმინდაზე. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ჩემი აზრით, რადგან მთაწმინდაზე ვართ, არის რომ გენიალური პონჩიკები დავაგემოვნოთ. შევუკვეთეთ პონჩიკი და ველოდებით ახლა და ღირს 6 ლარი. ნახოთ ისევ ისეთია თუ არა, როგორიც მახსოვს. ველოდოთ ახლა გაგროვდეს, მაგრამ ცუდი არ იყო. საბოლოოდ გამოვიდა 7 ლარის. წავედით ახლა რაც დაგვრჩა, ივით გავაგზავნოთ გადაღება. თანამ შემდეგ ლოკაციაზე გადავინაცვლებთ, მანამდე ჩვენ დავტკბებით ახლა უფასო ხედებით, ანუ ამაში ფულს არ ვიხდით. დაგვრჩა 13 ლარი, აქედან შეგვიძლია ახლა 5 ლარი გავიმეტოთ ფოტოს გადასაღებად. თქვენ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ ამოხვიდეთ, მე რახან მარტო გადავიღებ. აურას გავარ. ფოტო რახან გადავიღეთ, ახლა მოვიდა რომ ნაყინი ვჭამოთ და აი ამ კიბეებს რო ავივლით, კარგად დამცხება და მე გამაგრილებს კიდეც ეს ნაყინი. ნაყინიც ვიყიდეთ, ახლა ამას შევჭამ, გავგრილდები და ნახოთ კიდე რამეზე თუ მეყოფა ფული, ფიქრობ რომ ტირზე შეგვიძლია წავიდეთ და ნახოთ. მინდოდა რომ ტირი ან რამე ეგეთი გამოცდილება მიმეღო, მაგრამ მაგდენი ფული არ დაგვრჩა, ამიტომ აღმოვაჩენს რომ აქ პოპკორნი იყიდება და წავალთ და პოპკორნს შევჭამ. ეს მარტო ისე გამოვიდა რომ ჭამ, იმიტომ რომ სხვა რაღაცები წვირი. ნახოთ, დამრჩა აი სხურდები და ეხლა ისღა დაგვრჩენია რომ აქედან წავალთ, ჯოი ვიყიდოთ და ჯოი დავლიოთ ისე როგორ დავასრულებ, აბა. როგორც ჩანს, მთაწმინდაზე 20 ლარზე ბევრად მეტი უნდა წავამეღო. კომენტარებში დაგვიწერეთ შემდეგი რა ლოკაციებზე წავიდეთ და ჯოი შეძრას უკვე ჯიბეს ფილიალებში შეძლებ.